ხრუმოწმე პოლიციელები საქალაქოში. Სასამართლოში 8 პოლიტპატიმრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. პოლიციელმა, რომელიც პროკურატურამ ზვია ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინააღმდეგ მოწმედ მიიყვანა, აღიარა, რომ არ დაუნახავს ვინ ესროლა ფოიერვერკი. ნუცა ბახუტაშვილი ესწრება სხდომას, რომელიც პროცესის დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. ხრვაპირის სისხლის სამართლის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის საქმე სულ ცოტა ხნის წინ განახლდა მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარისა და თავად ბრალდებულების დაჟნებული მოთხოვნის შემდგომ 5 საათიანი უწყვეტის ხდომის შემდგომ გადაწყვიტა გამოეცხადებინა შესვენება და ამის შემდგომ განახლდა სხდომა. კვლავ გრძელდება პოლიციელების დაკითხვა, ეს ადამიანები საქმეში ფიგურირებენ როგორც დაზარალებული პოლიციელები, ასევე დამკავებლები და გამომძიებლები. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ირაკლი მიმინოშვილის დამკავებლის გელა გულორდავას დაკითხვა. მასთან დაკავშირებით თავად ბრალდებულ ირაკლი მიმინოშვილსაც ჰქონდა კითხვები. ირაკლი მიმინოშვილმა ისაუბრა უშუალოდ მისი დაკავების ეპიზოდზე, რა მოვლენებიც ვითარდებოდა უშუალოდ მის სახლში, როდესაც მიმინოშვილის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მივიდნენ, თუმცა მოწმე გულორდავამ შეიძლება ითქვას მიმინოშვილს ვერავითარი მკაფიო პასუხი მის კითხვებზე ვერ გასცა და ასე მოხდა სხვა მოწმეების შემთხვევაში. მაგალითად, მოწმე გიორგი ზაბახიძემ ისაუბრა 28 ნოემბერს განვითარებული მოვლენების შესახებ, თუმცა მანაც, როგორც სხვა მოწმე პოლიციელებმა, ვერაფერი ვერ დაადასტურა ადვოკატების კითხვებზე, მაგალითად, რომელიმე ბრალდებული თუ იდენტიფიცირდებოდა უშუალოდ თავდამსხმელად, ან თუ მიიღო მათგან რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზიანება, გიორგი ზაბახიძეს პასუხად ჰქონდა, რომ არ იცოდა ამის შესახებ და ვერცერთ მათგანს ვერ აიდენტიფიცირებდა როგორც თავდამსხმელად, თუმცა ამბობდა, რომ აქციის მონაწილეები გამოირჩეოდნენ აგრესიით და ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, მათ შორის პიროტექნიკას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისამართით. სინდისის პატიმრების საქმეზე უკვე დაიკითხა 5 მოწმე პოლიციელი, რომლებიც საქმეში როგორც დაზარალებული სტატუსის მქონე პოლიციელები, ასევე ბრალდებულთა დამკავებლები და გამომძიებლები არიან. ადვოკატების ინფორმაციით საქმეში სულ ფიგურირებს 58 მოწმე პოლიციელი, რომლებიც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის მიმდინარეობისას უნდა დაიკითხონ. დღეს დაგეგმილი არის კიდევ 3 მოწმის დაკითხვა. ამის შესახებ ცნობილი მოგვიანებით გახდება, რამდენად მისცემს რეგლამენტი ამის შესაძლებლობას მოსამართლეს, რომ მოისმინოს 3-ვე მოწმის შესახებ ჩვენებები და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. სხდომა, როგორც გითხარით, გრძელდება. 8 პირს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. ეს მუხლი კი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ან 4-დან 6 წლამდე ბატით.